ჩვენი პროექტი სტრატეგიულად მიმართულია სკოლებში პოზიტიური გარემოს შექმნაზე. სათაური აქვს გავიღიმოთ. პროექტის სათაური გვეუბნება იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია შევქმნათ პოზიტიური დადებითი სასიამოვნო გარემო. ოჯახში, ურთიერთობებში ჩვენთვის თავარი არის სკოლა ამ მომენტისთვის. რადგან სკოლაში ბავშვი, რომელიც არის მოწყვლადი ამ პერიოდში 7-დან 14 წლამდე, ყველა ასაკი არის თავისებურად მოწყვლადი. ჩვენ გვინდა რომ იქ ეს ბავშვი სკოლაში ვითარდებოდეს ისეთ გარემოში, სადაც უხარია მისვლა. და რადგანაც ჩვენ სკოლაზე ვმუშაობთ, რა თქმა უნდა, ძირითადი ფიგურა სკოლაში არის პედაგოგი. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ალბათ ჯობია ადამიანთან მუშაობა სანამ სკოლაში შევა. ანუ სტუდენტთან, რომელიც სწავლობს პედაგოგიკას. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ ეს ჯგუფი სტუდენტები, ვინც სწავლობს განათლების ფაკულტეტებში და იქნებიან დაწყებითი განათლების პედაგოგები. ეს ასაკი არის ისეთი, როდესაც შეგიძლია სხვადასხვა უნარის შესწავლა და ამიტომაც ავირჩიეთ სტუდენტები. აქ მონაწილეობს 6 უნივერსიტეტი, საქართველოს 6 უნივერსიტეტი, დაწყებული თელავის უნივერსიტეტით, თბილისში მუშაობთ ილია უნივერსიტეტთან, კავკასიურთან, ასევე არის ქუთაისი, სამცხე-ჯავახეთი და ბათუმის უნივერსიტეტი. მთელი იდეა ამ პროექტის ის იყო, რომ პროექტად კი არ დარჩენილიყო, არამედ ეს ცოდნა და ეს მოდული, სასწავლო მოდული შესულიყო სასწავლო პროგრამაში. გამყარებულიყო და ეს პროექტი დარჩება უკვე როგორც საუნივერსიტეტო სასწავლო მოდულები. და მართლაც მიიღეს ყველა ამ 6 უნივერსიტეტმა მიიღო ჩვენი მოდული და ეს ჩასვეს თავის ჩვეულებრივ სასწავლო პროგრამაში. პროექტში ჩვენი ჩართულობის მოტივი ძალიან კაფეოდ გამოკვეთილი ქონდა, რამე თუ ჩვენ გეგმავდით რეაკრედიტაციისათვის 8-ვე საკვანძო კომპეტენციის ინტეგრირებას უფრო ძლიერად ჩვენს სასწავლო პროგრამაში და პილოტირება ჩვენ ამაში ძალიან დაგვეხმარა, იმიტომ რომ დავტესტეთ, მოვსინჯეთ, სილაბუსი შევქმნით და ძალიან ბევრი უპირატესობა მოგვცა და ზუსტად ამ ხედვის შედეგი იყო და ამ თანამშრომლობის შედეგი იყო, რომ ჩვენ ახლა გვაქვს კურიკულუმში 8-ვე საკვანძო კომპეტენცია და მათ შორის არის ზუსტად ეს სოციალურ-ემოციური უნარები. და ეს ისწავლება პირველ კურსევე. 2 სემესტრი ჩვენი სტუდენტები 10 კრედიტის ფარგლებში გადიან ამ საგანს. ჩვენი მოდულის თემები მოიცავს ზოგადად ვამბობთ ესე სოციალურ და ემოციურ უნარებს. აი სოციალურ უნარებში თქვათ ურთიერთობის დამყარება, სწორი კომუნიკაცია, მოსმენა, სხვისი აზრის გაგების უნარი უნდა კონდეს. ემოციების მხრივ აქ შემოდის უკვე ზოგადად რასაც ემოციური ინტელექტი ქვია. მაგალითად, საკუთარი ემოციის გაგება, რეგულირება, სხვისი ემოციის გაგება, ასევე ჩვენი ემოციური ფონის პოზიტიურად გამოყენება და უნარი არ დაფიქსირდე ნეგატიურ ფიქრებზე, ემოციებზე და ასე შემდეგ. საუბრობთ ემპათია და ალტრუიზმზე, რომელიც ძალიან პოპულარული ცნებებია ახლა, რასაც ჩვენ ვატყობთ სტუდენტებში და ხვდებიან, რომ ეს არის აბსოლუტური აუცილებელი უნარი კონდეს ემპათია სხვის მიმართ. რადგან ეს ამას უწოდებენ წებოს, რომელიც აერთიანებს ურთიერთობებს ემპათია. ასევე ვსაუბრობთ ალტრუიზმზე. აღმოჩნდა, რომ ალტრუიზმი არის ევოლუციური საჩუქარი კაცობრიობას, რომელიც აუცილებელია გადარჩენისთვის თურმე. მხოლოდ ბრძოლა და თქვათ უძლიერესის გამარჯვება არ არის პროგრესის
აუცილებელი ნიშანი. ალტრუიზმი აღმოჩნდა, რომ ასეთივე აუცილებელი ნიშანია, რომელიც ამავე დროს პოზიტიურ ემოციას გაძლევს. ამ უნარების განვითარებაზე თუ არ მუშაობ მოსწავლეებში და თან შენ თვითონაც არ გაქვს განვითარებული, ძალიან მარტივად შეიძლება რომ კოლეგებთანაც არ გქონდეს ისეთი ურთიერთობა, როგორიც საჭიროა დირექციასთან და სხვა და ამდენად მგონია რომ ერთი საკუთარი თავისთვის არის, როგორც მასწავლებლისთვის, მნიშვნელოვანი შინაგანი კონფლიქტების ასარიდებლად და მეორე როგორც მასწავლებლებისთვის, რომ მოსწავლეებში განავითარონ ეს უნარები.